the 20s and took away all the, this is a total non sequitur. Anybody here know the wines of Elizabeth Corridori? Very almost like lively, lighter, compatible. But in Georgia, especially in the West, it's a limestone mixed in with clay was a benchmark of all great soils of the land, such as flowers and clovers in the vineyards. But there it was in this vineyard without an architect. Thinking about all the Georgian wines that you've tasted and tried over the past. Really fun to be able to answer, I thought, quite a lot of questions that people have from all over it. People from all over the United States and some from Japan that came here interested in the culture and the wine and the excitement. And one of the most interesting questions that I was asked today was what about Georgia allows the country to still make a vibrant wine? So that how come there's so much soul in Georgian wine? And of course I gave my answer, which is often something that I think about, that for many producers it's not ego. It is about pride, because we all want to make a beautiful wine, but you really make wine with us getting out of the wine, having trust in God, having trust in the grape, having trust in the vine, that everything will turn out well. So in many ways, Georgian wine is this extension of the Georgian soul. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა. ამჟამად გამოფენაზე არის წარმოდგენილი 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია. დილიდან სტენდს ესტუმრა უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული. Თქვენთვისაც ხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია საერთოდ გამოფენის მიმართ. ეს Rose ბრენდი ფაქტიურად ძალიან იგებს პოპულარობას თვითონ და მონაწილეობით ჩვენ ლონდონშიც, ბერლინშიც და ყველგან ბევრი ხალხია. აქაც პირველად ტარდება, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია, იმდენად რომ ფართობი აშკარად არ ყოფნის და ჩვენი იმპორტიორები, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან ბევრ შეკვეთებს იღებენ, როგორც მე ვატყობ და როგორც უშლენ რაღაც საუბარში და ძალიან საჭირო იყო აქ მონაწილეობა, ძალიან დიდი დახმარება იყო ეს ჩვენი იმპორტიორებისთვის, იმიტომ რომ ფაქტურად ძალიან ბევრ კიდევს შეხვდნენ, როგორც რესტორნების, ასევე პატარა მაღაზიების და ასევე საერთოდ ღვინის მოყვარულებსაც და მეგონი გამოადგებათ ეს. მე ნოელი ვარ, ეს Georgian Wine House-ში ვუმუშაობ, სააგენტოსთან ერთად ვუმუშაობ, რომ პოპულარიზაცია გავიგეთოთ, ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გავიგეთოთ ამერიკაში და ამ წელს არის საუკეთესო წელი. იზრდება ძალიან კარგად. ის რა ახალ დავიწყოთ ის ახალი კამპეინი საპერავის. თუმცა საპერავი უკვე რამდენიმე სხვადასხვა ღვინო მოიგო 90 კილოები და მეტი და რაღაცები და უკვე ხალხი ძალიან აინტერესებს. ან ქვევრის ვარიანტი, ან ჩვეულებრივი ევროპული სტილით, ორივე ძალიან კარგად იზრდება ამ წელს. და რა თქმა უნდა, რა ჩვენ დავდივართ ყოველ დეგუსტაციას, ყოველ გამოფენაზე, ვუმუშავ კარგად, რომ ეს ყველაფერი კარგად იზრდება ძალიან. და იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს და მომავალ 5 წელს ძალიან იზრდება, ძალიან კარგად და საქართველოს გავუმარჯვო. So we are very excited about the growing interest in Georgian wines in the U.S. I think it has started out as a small movement of people becoming aware for the first time, especially in New York and Washington, D.C. and some other Los Angeles. But now more and more people are interested not only in the Cuerve wines and the amber wines, but also in overall in what is Georgia and what is the grape Saperavi, and more interested in everything that's going on in Georgia. So this bringing the natural wines and the Cuerve wines into the U.S. and starting that awareness building is now opening up to have more people just curious about what Georgia is able to produce. ამერიკის ბაზარი არის ქართული ღვინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი.
და ეს არის ერთდროულად ძალიან რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ბაზარი, იმიტომ რომ აქ არის პროფესიონალი მომხმარებელი და ძალიან ლოიალური თავისი არჩევანისა. მეღვინეობის დარგი, რაღაც ერთობლივად მუშაობთ, ეს იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო, მთავრობა თუ კერძო სექტორი, გვაქვს შეთანხმებული სამოქმედო გეგმა, რომ ამერიკის ბაზარზე პროფესიონალებს და ღვინის მოყვარულებს უფრო მეტად გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა და ამით გავზარდოთ ის პოტენციალი, რაც არის ქართული ღვინის გაყიდვებისა ამერიკის ბაზარზე.